განუკითხაობა იყო, როგორი იყო, იცი, აი საქონელი ბაო და რა ვიცი, ძაღლები ერთ ამბავში იყვნენ, მანქანები, ზოგი ფეხით გამორბოდა, ზოგი ესენი სამხედროებიც კიდევ ვერ ვიცავდნენ უკვე. ფოთი დაიბომბა პირველად და იმ საღამოს რო გამოვედით ჩვენ აივანზე რო გამოვედით, მე უთხარ ჩემს მეუღლეს, იგი მეთქი, ეს გველის კიდევ ჩვენც თქვა. ხო და წავიდეთ მეთქი, აქედან წავიდეთ თქვა და ახლა სიცილი დაიწყეს იმათმა, არაო კაცო ეს რაღაცა საკონტროლო ის არისო და ის არ გასულა ცოტა ხანი მეზობელთან ვიყავი გადასული და მან მითხრა რომ ესე იგი დაიწყო დაბომბვაო და ძალიან შეგვეშინდა როგორი ბომბები იყო იცი აი ჭრიდა ყველაფერს და უკვე გავიხედეთ რომ უკვე მანქანები მოდიოდნენ ხალხი ტოვებდა თავიანთ ოჯახებს და მოდიოდნენ. მე ის იყო მკვდარი დატოვეს, ასე დაუმარხავი მკვდარი დატოვეს და ოჯახიდან გამოიქცა ყველა. და მე უკვე გვიან როცა ცოტა ეს დაბომბები და ისინი მოისა, გვიან დამარხეს, აი მიაყარეს უბრალოდ მიწა და მე უკვე გამოიქცა ყველა. საკენში რომ მოვედით, საკენში უკვე მოყვებოდა ეს თვითმფრინავი დასაბომბად უკვე მოყვებოდა და როგორც იყო იცი როგორ ახლა ესე იგი მასავით მოდიოდა ეს ჩვენი მანქანა ხან ჩქარა წამოვიდოდა ხან ჩერდებოდა ხან ჩქარა წამოვიდოდა და ასე რომ გამოვიარეთ ჩვენ და აი იმ ადგილას საქონელი იყო ბევრი საქონელი იყო და იქ დაეცა ბომბი და მე რო ისა უკვე გადმოვედით ამას ჭუბერის გადმოსასვლელი რო არის იქ რო გადმოვედით უკვე უფრო მშვიდობიანად ვიგრძენით თავი